Police Organizations Council. Ამბობთ ბატონო. სანამ უშუალოდ აქციის აპარატობა ნარკომანიის წინააღმდეგ შესაძლოა. ვისაუბრებ მეგრა ორივე სიტყვა იმ არჩევანის თაობაზე გავაკეთო, რომლის წინაშე დღეს ჩვენ ახალგაზრდები ვგევართ. დემოკრატია თავისუფალი არჩევანის უფლება არამედ და არამედ არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას ნიკლებს. ფრაზები, რომლებიც ხშირად მოგვისმენია, რომ ჩვენთვის ყველა პარტია ერთნაირია არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხისმგებლობის და არა დემოკრატიულობის თვალსაზრისით. უპასუხისმგებლობისა საკუთარი სამშობლო, საკუთარი თავის და ჩვენი მომავლის წინაშე. ხშირად საუბარია აგრეთვე, რომ ახალგაზრდობა კვლავ ნაკლებ აქტიურობას გამოიჩენს მოსალოდნელი არჩევნებისთვის. ამის ნამდვილად იმის, რომ სწორედ ახალი ჩვენი თაობა მიიღებს გადაწყვეტ მონაწილეობას არჩევნებში და ის სიტყვა იქნება ერთ-ერთი გადაწყვეტი. ჩვენ გავსაზღვროთ ზუსტად როგორი იქნება საქართველოს 21 საუკუნეში. სწორედ ახალგაზრდობა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მიიღება სხვადასხვა მრავალთან მანიპულაციებს, ეს იქნება ერთი კილოგვი თუ 50,000 კონცერტი. სწორედ ეს ახალგაზრდობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს დაუყენებს 21 საუკუნეში ღირსეულ მის საკადრეს ადგილს, რომელიც იქნება ადეკვატური ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენ ქვეყნის ძალისხმევის. დღეს ჩვენ პატივისცემულს ვსტუმრობთ, ყველანი ხედავთ, რომ ჩვენ სიკვდილით ჩვენთან ერთად პროფესორად არიან ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები. არჩევანი ჩვენ სწორედ მათ სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ, რათა ბოლოს და ბოლოს პოლიტიკის მძევლად არ დარჩეს, ხელოვნება, სპორტი, მეცნიერება, თუნდაც ეკონომიკა. როდესაც ახალგაზრდობის პრობლემაა საუბარი, რაც მე პირადად ესე ვფიქრობ და ჩემი მეგობრებიც, რომ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მით უფრო კარგი იქნება საქართველოსთვის, რადგანაც ახალ საქართველოს ახლებურად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანების შეერთება. რაც შეიძლება თავად აქციებს. პირადად მე მჯერა, რომ ჩემი თაობა ქუჩაში ხეტიალს და უაზრო არსებობას ამჯობინებს საინტერესო ჯანსაცმლობას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ძალიან ბევრი რამე თავად ჩვენზეა დამოკიდებული. ამ იდეას ემსახურებოდა ოფიციალური მიმართულების ტურნირიც და ამ იდეას ემსახურებოდა აქცია ახალგაზრდობა ნარკომანიის წინააღმდეგ. ამ აქციის ინიციატორები ვიყავით ჩვენ, მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი, ჩვენთან ერთად ორგანიზატორები იყვნენ უმაღლესი სასწავლებლო სტუდენტური კავშირები, საზოგადოება სასწავლებლო ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. აქცია ძირითადად იყო კულტურული პროგრამი დატვირთული უამრავმა ახალგაზრდამ ჰქონდა საშუალება ენახათ სხვადასხვა კინოფილმები, სპექტაკლები დასრულებდნენ გამოფენებს, კონცერტებს. ეს უბრალოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ჩვენი საზრით სწორედ ქართული კულტურა არის ერთ-ერთი მთავარი, შეიძლება ითქვას, მასწავლებელი იმ პროცესში, რასაც პიროვნების ჩამოყალიბება და მოზარდისათვის სხვადასხვა ინტერესების გაუგებრობა ჰქვია. ჩვენ ამ ჩვენი აქცია დაამთავრეთ 26 ივნისს. 26 ივნისი არის ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც უკვე საქართველოში ოფიციალურად თარიღად არის მიჩნეული და ამაშალად ამ აქციის წვლილიც არის. აქცია დაამთავრდა როკ აქციით და საკონკურსო გამოფენით თემაზე კვლავ ახალგაზრდობა ნარკომანიის წინააღმდეგ. კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრემიები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო შემდეგი, რომ გამარჯვებული ნამუშევარი შემდგომში გამოიკვლება დედაქალაქის რამდენიმე თვალსაჩინო ადგილას ის სარეკლამო საფრთხის სტენდებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რეკლამით წარმოგიდგინოთ კონკურსის გამარჯვებული დიზაინერი ლესო კილოძე.